ჩვენ ახლა ვიმყოფებით უკვე პეკინის გამზირზე, აქციის მონაწილეები უკვე მიემართებიან პირველი არხის შენობისკენ და დღევანდელი საპროტესტო მარშის მთავარი გზავნილი არის სწორედ გააშუქეს სიმართლე. აქციის მონაწილეები, სტუდენტები თავდაპირველად 3 საათზე შეიკრიბნენ კახაბენდუქიძის კამპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამის მერე დაიწყეს მათ მსვლელობა. თავდაპირველად ისინი მივიდნენ სამთავრობო მედიებთან, სადაც მთავარი მოწოდება სტუდენტების იყო სწორედ რომ ამ ტელევიზიებს გაეშუქებინათ სიმართლე. თუმცა ამის პარალელურად რასაკვირველია მოთხოვნები ისევ არის უცვლელი, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ გავესაუბრებით ახლა აქ მყოფ ადამიანებს, იმ სტუდენტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე საათია საპროტესტო მარშს უერთებიან და ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რომელთა წინააღმდეგაც არ არსებობს მტკიცებულებები. ჩვენ რამდენიმე საათია უკვე უწყვეტად მოძრაობთ ისმის შეძახილები, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და რაც ყველაზე ხშირად გვესმის, ეს არის ყველგან პოლიცია არსად სამართალი. აი დღეს რას ეუბნებით იმ სამართალდამცველებს, რომლებიც უკვე რამდენიმე საათია თქვენს გვერდით გადაადგილდებიან? პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ჩვენი მარში დაიწყო კახაბენდუქიძის კამპუსიდან. პირველი გაჩერება იყო პოზიტივი. მეორე გაჩერება იმედი და ეხლა მივდივართ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ეს ის სამი არხია, რომელიც დღეს სახელმწიფო პროპაგანდას ყვებავს და ეს ინფორმაციები ხალხს მიეწოდებათ დამახინჯებულად, ანუ იმ ნაწილს გულისხმობ, ვინც ამ მედიებისგან იღებს ინფორმაციას და ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ მიეწოდებათ ეს ინფორმაცია. მე მგონია, რომ ეს პოლიციელებიც სწორედ ამ პროპაგანდის მსხვერპლები არიან და ის რაც ხდება ქვეყანაში, რეგიონებში, ჩემი აზრით საერთოდ არ აქვთ ხალხს ინფორმაცია და ის პოლიციელებიც, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად დგანან, რატომაც გონია, რომ შესაბამისად შეყვანილები არიან. ასე რომ ჩვენი ის მოთხოვნა, რომ გაშუქდეს სიმართლე, იქნება ის გადამტეხი და წელში გადამტეხი ამ ხელისუფლების და რა ვნახოთ, ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ, ასეთი გვინდა სხვაებიც რო იყვნენ და ჩვენი სიტყვა ნათქვამია დარჩენი მათზე. დიდი მადლობა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით, როგორც უკვე მოისმინეთ, ჩვენ ამ წუთებში მივდივართ პირველი არხის შენობასთან, რამდენიმე წუთის განმავლობაში აქციის მონაწილეები სწორედ ამ ტერიტორიაზე გაჩერდებიან, გააჟღერებენ მათ მოთხოვნებს და ამის შემდგომ უკვე რასაკვირველია გადაინაცვლებენ საკანონმდებლო ორგანოსთან იქ, სადაც უწყვეტი პროტესტის 59 დღე იქნება. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, სწორედ ასეთია შეძახილები აქციის მონაწილეების. ჩვენ მოვისმენთ ეხლა კიდევ ერთი აქციის მონაწილის პოზიციას. რამდენიმე საათია მსვლელობა გრძელდება, პარალელურად ჩვენ გვესმის და ვხედავთ პრინციპში მოქალაქეების დამოკიდებულებას სტუდენტების მისამართით. რას ეუბნებით იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ შემთხვევაში ამ წუთებში თქვენს გვერდით არ დგანა? და რატომ მედია საშუალებები, აი პოზიტივი იმედი საზოგადოებრივი მაუწყებლობა? მედია საშუალება არის უძლიერესი არხი ოლიგარქიის ხელში, ამიტომაც პირველი ვისაც უნდა ვიმძღოლოთ არის ეს პროპაგანდისტული მედიები, რომელსაც ივანიშვილი იყენებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ დღეს იმედთან მივსულიყავით, გავგვიპროტესტებინა პოზიტივისთან. მათი არგუმენტი იყო, რომ ჩვენ ხომ კერძო კომპანია ვართო და ეს უფლებას არ აძლევთ იმათ, რომ უსამართლობას დახუჭონ თვალი და ყვილები იზარდო, ხო? არ აძლევთ ანალი უფლებას. დიდი მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით, როგორც თქვენ ხედავთ, მსვლელობა გრძელდება. სულ ცოტა ხანში ჩვენ საზოგადოებრივი აუწყებლის შენობას დავიქნებით, სადაც უკვე აქციის მონაწილეების ნაწილი არის შეკრებილი. ამის შემდგომ უკვე გადავინაცვლებთ საკანონმდებლო ორგანოსთან და საპროტესტო აქცია სწორედ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდება, სადღაც ისევ გაჟღერდება მთავარი მოთხოვნები, ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთა წინააღმდეგაც არ არსებობს არანაირი სახის პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც ამ მოქალაქეების ბრალეულობას დაადასტურებს.